ნახებ თქო ბატონ პრემიერ-მინისტრ ტრიბუნასთან. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით საქართველოს პარლამენტის წევრებს, საპარლამენტო უმრავლესობის და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, მოგესალმები კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელებს, კონსტიტუციური თანამდებობის პირებს, მოგესალმები საქართველოს თავდაცვის მეთაურს, მოგესალმები ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების თავმჯდომარეებს, უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეებს, მოგესალმები დედაქალაქის მერს, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს, მოგესალმები საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მოგესალმები ჩემს კოლეგებს, საქართველოს მთავრობის წევრებს, მოგესალმები მედიის წარმომადგენლებს, მოგესალმები დამსწრე სტუმრებს, მოგესალმები საზოგადოებას, მათ შორის მოგესალმები საზღვარგარეთ ცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მე მაქვს პატივი დღეს წარმოგიდგინოთ ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის თაობაზე, ჩემთვის ყოველთვის ძალიან დიდი პატივია საქართველოს პარლამენტში მოსვლა და თქვენთვის ანგარიშის ჩაბარება, თქვენი კითხვების მოსმენა და თქვენს კითხვებზე პასუხების გაცემა. მე გადავალ თქვენის ნებართვით პირდაპირ საქმეზე და წარმოგიდგენთ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს. თქვენს წინაშე არის წარმოდგენილი დაახლოებით 150 გვერდიანი დოკუმენტი, ანგარიში, რომელიც მოიცავს მთავრობის საქმიანობის ყველა მიმართულებას. უნებრივია დროის სიმცირიდან გამომდინარე, მე დღეს არ მექნება იმის საშუალება, რომ ყველა დეტალზე ვისაუბრო, უფრო მეტიც. ამ ანგარიშიც კი, წერილობით ანგარიშიც კი არ არის ასახული ყველა ის პროექტი, ყველა ის ღონისძიება, რომელიც განხორციელდა სამთავრობო უწყებების მიერ, ეს სპექტრი არის ბევრად უფრო ფართო. შესაბამისად, მე დღეს ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ იმ ძირითად მიმართულებებზე, ძირითად პროექტებზე, რომლებიც ანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გასული 12 თვის განმავლობაში განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ და სამთავრობო უწყებების მიერ. ტრადიციულად ჩემს მოხსენებას დავიწყებ ეკონომიკაზე საუბრით. ეკონომიკა არის მთავარი წარმმართველი ძალა ქვეყნის განვითარებისთვის. ეკონომიკაზე დგას, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე ეკონომიკაზე დგას ჩვენი დემოკრატიული სისტემის გამტკიცება და ასევე ეკონომიკაზე დგას, რა თქმა უნდა, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამტკიცება. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის განვითარებას, ეკონომიკის ზრდას ენიჭება საკვანძო მნიშვნელობა ზოგადად ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისათვის. ამ კუთხით იმთავითვე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მონაცემები. 2024 წელს ჩვენ გვქონდა ეკონომიკური განვითარების კუთხით ძალიან კარგი მაჩვენებლები. 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.4%. შესაბამისად, ჩვენ მოვახერხეთ იმ ტენდენციის შენარჩუნება, რომელიც გვაქვს 2021 წლიდან მოყოლებული, ასევე 2025 წელსაც იანვარ-აპრილის განმავლობაში გვაქვს უკვე პირველი 4 თვის მონაცემები. ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%. ანუ წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს, ასევე მაისისთვის მონაცემებიც, წინასწარი მონაცემები არის ძალიან კარგი. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ითქვას ის, რომ ჩვენ არა მხოლოდ მივახცევთ იმ ნიშნულს, რომელიც არის ასახული ბიუჯეტის პროექტში, არამედ გადავაჭარბებთ მას, სავალუტო ფონდმაც გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის 7.2%-მდე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სავსებით რეალურია არა მხოლოდ ამ ნიშნულის მიღწევა, არამედ გადაჭარბებითაც ამ ასე ვთქვათ გეგმის შესრულება. ანუ გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, შარშან იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მთავარია რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ზრდის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, როგორია გასული 4 წლის მონაცემები ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 2020 წლის ბოლოსთვის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იყო $4,300 და 2024 წლის ბოლოს ამ მაჩვენებელმა უკვე მიაღწია $9,140. ანუ ჩვენ გავარმაგეთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდეთ, მხოლოდ ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ნომინალური ეკონომიკა დოლარში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება და უფრო მეტიც საქართველოს იკავებს პირველ ადგილს ამ მაჩვენებლით, გასული 4 წლის მონაცემებით, არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის ქვეყნებს შორისაც კი. ანუ პირველ ადგილზე ვართ ევროპაში და ფართო რეგიონში, გასული 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და ასეთია ჩვენი მაჩვენებელი 2024 წელსაც. 2024 წლის ბოლოს ჩვენმა ეკონომიკამ მიაღწია $92 მილიარდ და ამ წლის ბოლოს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, რომ პირველად ჩვენი ეკონომიკა წლის ბოლოს
ბებს 100 მილიარდ ლარს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც ქართული ოცნების გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ ჩვენი ეკონომიკა 28 მილიარდ ლარსაც კი არ შეადგენდა. ანუ ჩვენ შევძელით დაახლოებით გავახოთმაგეთ ამ პერიოდის განმავლობაში ეკონომიკა, რა თქმა უნდა, გვჭირდება ამ ტემპის მომავალშიც შენარჩუნება. ასევე ამ წლის ბოლოსთვის პირველად ჩვენი ეკონომიკა ერთსულ მოსახლეზე გადააჭარბებს $10,000. ეს არის ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელი, აქაც გვჭირდება, რა თქმა უნდა, ამ ტემპის შენარჩუნება. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ არის ძალიან დამაიმედებელი პროგნოზი, რომელიც წარმოადგინა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომლის თანახმადაც 2025-30 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა, როგორც ფართო რეგიონში, ასევე ევროპის ქვეყნებს შორის. ანუ რა ტენდენციაც გქონდა ჩვენ გასული 4 წლის განმავლობაში, სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, მომდევნო წლების განმავლობაში 2030 წლის ჩათვლით ჩვენ გვექნება ანალოგიური ტემპი შენარჩუნებული და ვიქნებით პირველ ადგილზე რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის. საშუალო პროგნოზი არის 5.2%, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, თუმცა აქაც ჩვენ ფიქრობთ, რომ ჩვენი მაჩვენებელი იქნება კიდევ უფრო მაღალი. რა თქმა უნდა, ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება ინვესტიციების შემდგომი მოზიდვა, ინვესტიციების წახალისება. და ამ კუთხითაც აქტიურად წარიმართებოდა მუშაობა გასული 1 წლის განმავლობაში. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა, რაც ჰქონდა ამ კუთხით, იყო არაბული ინვესტიცია, MRS ინვესტიცია, რომელიც ჩაიდება ჩვენს ქვეყანაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ეს არის $6 მილიარდი ღირებულების პროექტი, ინვესტიცია, რომელიც განხორციელდება საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს ინვესტიცია დამატებით შეუწყობს ხელს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. კიდევ უფრო მეტი გვჭირდება ასეთი ტიპის პროექტები იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდის ტემპები. ხშირად წარიმართება ხოლმე დისკუსია ამასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. და ამ კუთხითაც მინდა წარმოგიდგენოთ კონკრეტული მონაცემები, 2024 წლის კონკრეტული მონაცემები. ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში. გასული წლის ბოლოსთვის უმუშევრობამ შეადგინა 13.9%. ეს არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ ისტორიული მინიმუმი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. აქაც მინდა შეგახსენოთ, რა მდგომარეობა დახვდა ჩვენ 2012 წელს, მაშინ უმუშევრობა შეადგენდა 26.7%. ანუ ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში მოვახერხეთ უმუშევრობის განახევრება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გვჭირდება ეკონომიკის განვითარება იმისათვის, რომ ეს მაჩვენებელი სწრაფი ტემპით შემცირდეს. მხოლოდ 2022-24 წლებში, ანუ საუბარია გასულ 3 წელიწადზე, შეიქმნა 185,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. 3 წელიწადში არის ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელი. 2024 წელს, ანუ მხოლოდ გასულ წელს, ანგარიშო პერიოდის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 68,000 ადამიანით და დასაქმებულთა რაოდენობა პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გადააჭარბა 1,400,000 ადამიანს, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, ადამიანების დასაქმებაზე, რაც არის ჩვენთვის ბუნებრივია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ცალკე აღებული ეკონომიკური ზრდას, რა თქმა უნდა, ვერავითარი ფასი არ ექნება, თუ ამ ზრდით არ ისარგებლა თითოეულმა მოქალაქემ და ის მაჩვენებლები, რაც გვაქვს დასაქმების ნაწილში, მეტყოლებს იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ფართო ფენაზეც აისახება. მე მინდა შეგახსენოთ, როგორია ჩვენი მიზნები 2028 წლისთვის. ჩვენი მიზანია მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს უმუშევრობის დონე ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის გვინდა რომ შევქმნათ 200,000 სამუშაო ადგილი. იმ ტემპის მიხედვით, რაც გვაქვს აღებული, სავსებით რეალურია 4 წლის თავზე ამ შედეგის მიღწევა, დამატებით 200,000 სამუშაო ადგილის შექმნა ჩვენს ქვეყანაში. ასევე ეკონომიკური ზრდა აისახა მოსახლეობის საშუალო ხელფასის ზრდაზე. 2025 წლის პირველ კვარტალში საშუალო ხელფასმა შეადგინა 2,170 ლარი. აქაც მინდა შეგახსენოთ, რა მდგომარეობა დახვდა ჩვენ თავის დროზე 2012 წელს. მაშინ საშუალო ხელფასი შეადგენდა 712.9 ლარს. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ 3-ჯერ გავზარდეთ საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში. აქაც გვაქვს ამბიციური მიზანი 2028 წლისთვის, გვინდა რომ საშუალო ხელფასმა მიაღწიოს 3,500 ლარს. არსებული ტემპების გათვალისწინებით ეს არის სავსებით რეალური.
ასევე რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდა, აისახოს სიღარიბის დაძლევაზე. სიღარიბი არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, ეროვნული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. ჯერ კიდევ მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი და ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ის, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად მაქსიმალურად შევაცვლოთ სიღარიბის დონე ჩვენს ქვეყანაში. ამ კუთხითაც 2024 წელს ჰქონდა შთამბეჭდავი შედეგი, კერძოდ 2024 წელს 90,000 ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. აქაც მინდა შეგახსენოთ, როგორი იყო მონაცემები 2012 წელს 1,100,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა საქართველოში სიღარიბის ყვარს მიღმა. როდესაც წინა ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია გვაუწყებდა, რომ ქვეყანა იყო აყვავებული და მოსახლეობა ბედნიერი, 1,100,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ყვარს მიღმა, 30% იყო სიღარიბის მაჩვენებელი და ეს მაჩვენებელი 1,100,000-ზე მეტიდან შემცირდა 350,000-მდე. თუმცა რა თქმა უნდა, ესეც მაღალი მაჩვენებელია, კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა, როდესაც ჩვენი 350,000 თანამოქალაქე ცხოვრობს სიღარიბის ყვარს მიღმა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილი იქამდე, ვიდრე არ განულდება ეს მაჩვენებელი, თუმცა ტემპი გვაქვს ძალიან კარგი და ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში საშუალო ოდენ პერსპექტივაში ჩვენ შევძლებთ სიღარიბის სრულად დაძლევას ჩვენს ქვეყანაში. ამის გარანტი იქნება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება. 2024 წელს სიღარიბემ შეადგინა 9,4% ჩვენს ქვეყანაში, ანუ პირველად დაფიქსირდა ერთნიშნა მაჩვენებელი, რაც არის ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი. 2023 წელს შეგახსენებთ, სიღარიბის მაჩვენებელი იყო 11,8% და ეს მაჩვენებელი შემცირდა 2,4% პუნქტით. აქაც გვაქვს ამბიციური მიზანი, 2028 წლისთვის გვინდა, რომ მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში. აქაც ვიტყვი, რომ არსებული ტემპის გათვალისწინებით ეს შედეგი არის აბსოლუტურად მიღწევადი. ეკონომიკური ზრდის მაღალმა ტემპმა, ზოგადად კარგმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა მოგვცა ჩვენ ასევე საშუალება, რომ შეგვინარჩუნებინა ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი ხარისხი და ამაზეც მეტყველებს კონკრეტული მაჩვენებლები 2024 წლიდან. ინფლაცია იყო 1,1%, საშუალო წლიური ინფლაცია, ბიუჯეტის დეფიციტი 1,9%, ესეც დადგენილი ზღვის ფარგლებშია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 4,4%, მთავრობის ვალი 36,1%, აქაც გვაქვს დადგენილი ზღვის ფარგლებში მონაცემები. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წელს ჩვენმა ვალმა გადააჭარბა 300%-ს და 4 წლის განმავლობაში ჩვენ მოახერხეთ ამ მაჩვენებლის 36%-მდე შემცირება, რაც არის ბუნებრივია ჩვენი მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი. ასევე ცალკე მინდა გამოვყო ეს ფაქტი, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საქართველო არის საერთაშორისო ინდექსებში პირველ ადგილზე. ეს არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს სწორი ფისკალური მონაცემების შენარჩუნებას. ასევე ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ სტაბილურად ლარის კურსს, იყო შემცირების ტენდენციებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში და უფრო მეტიც ეროვნული ბანკი ბოლო პერიოდის განმავლობაში ახერხებდა რეზერვების შევსებას, რამდენიმე 100 მილიონით შეივსო ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები. ჩვენ ევროკავშირის ევროპის კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად მომზადეთ ეკონომიკური რეფორმების პროგრამა 2025-27 წლებისთვის, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი იქნება როგორც ამ პროგრამის შესრულება, ასევე ყველა იმ დასახული გეგმის შესრულება, რომელიც აქვს საქართველოს მთავრობას. ბუნებრივია, გარდა იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაში ჩვენ გვეხმარება სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, საგადასახადო რეჟიმი, ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს სწორი მართვის სისტემა ეკონომიკის სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის ხარდამჭერის კონკრეტული პროგრამები და რამდენიმე მაგალითი მინდა მოვიყვანო. გრძელდება აწარმოება საქართველოში პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების დაფინანსება, დაფინანსდა 1500 მეწარმე სუბიექტის ანგარიშო პერიოდის განმავლობაში და შეიქმნა ამ პროგრამის საშუალებით 10,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ასევე საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამა კვლავაც ხორციელდება, დაფინანსდა 267 კომპანიის 292 პროექტი, შეიქმნა 3,300-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში გვაქვს კონკრეტული პროექტები, რომლებიც ფინანსდება, გვაქვს საგადასახადო შეღავათების სისტემა, რომელიც მოქმედებს, სტარტაპების მომზადების დაფინანსების სისტემა, უზრუნველყოფს მენელების გადამზადებას, ხელოვნური ინტელექტი, ფაგები, აგროტექნოლოგიები ამ მიმართულებითაც კონკრეტული ნაბიჯები იდგმება.
შესაბამისად გვაქვს მრავალი პროგრამა, ეს არის მხოლოდ რამდენიმე სამაგალითო ჩამონათვალი, დეტალური ინფორმაცია არის წარმოდგენილი სამთავრობო ანგარიშში. არის არაერთი პროგრამა, რომელიც დამატებით ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას კონკრეტული პროექტების დაფინანსების საფუძველზე. მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის სექტორი ვითარდება ასევე სწრაფი ტემპით. 2024 წელს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი შემოსავლების თვალსაზრისით 4,4 მილიარდი დოლარის შემოსავლები მიიღო ტურიზმიდან ჩვენმა ქვეყანამ 2024 წელს. ჩვენ შარშან უმასპინძლეთ 7,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაურს. 2024-25 წლებში ამ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაიხსნა 70 სასტუმრო 3,300-ზე მეტი ნომრით და დაახლოებით 6,700 ადგილით. 2025-28 წლებში 300-ზე მეტი სასტუმრო დაგვემატება არსებული ასე ვთქვათ გეგმის და პროექტების შესაბამისად და აქ უზრუნველყოფილი იქნება დამატებით 38,000-ზე მეტი ადგილი. ჯამური ინვესტიცია, მოსალოდნელი ჯამური ინვესტიცია არის 2 მილიარდი ლარი. აეროპორტების ნაწილშიც ჰქონდა რეკორდული მაჩვენებელი 7,425,000 მგზავრს მოემსახურა ჩვენი სამი აეროპორტი გასული წლის განმავლობაში, რაც არის ასევე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და დამოუკიდებლობის აღდგენამდეც არ ქონია ჩვენ არასდროს ასეთი მაჩვენებელი. ენერგეტიკა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. გასული 12 თვის განმავლობაში საანგარიშო პერიოდში აშენდა 4 ახალი ჰიდროელექტროსადგური. გაზიფიკაციის სამუშაოები კვლავ აქტიურად წარიმართება. გაზიფიკაციის ქსელს შევერთა 5,000 ოჯახის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. ენერგეტიკის მიმართულებით თქვენ მოგახსენებათ, რომ გვაქვს ამბიციური მიზანი 2030 წლისთვის გვინდა რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრულად თვითგმარი ქვეყანა. ამ კუთხით კიდევ უფრო გააქტიურდება სამუშაოები, ქონდა გარკვეული ხარვეზები ენერგეტიკის სისტემაში და ეს ხარვეზები თავიდან ბოლომდე იქნება აღმოფხრილი, რაც უზრუნველყოფს ენერგეტიკის სექტორის განვითარების კიდევ უფრო მეტად დაჩქარებას და სწრაფი ტემპით განვითარებას. გადავალ ინფრასტრუქტურის თემებზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის საავტომობილო გზების განვითარება, როგორც მოგეხსენებათ, მათ შორის განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა და აქ მინდა წარმოგიდგენოთ კონკრეტული მონაცემები. მთლიანობაში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა 437 კილომეტრის საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია. საანგარიშო პერიოდში გაიხსნა 84,4 კილომეტრი მაგისტრალური გზა. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე წინა ხელისუფლებამ ააშენა 9 წლის განმავლობაში. ანუ ჩვენი მაჩვენებელი არის 84 კილომეტრზე მეტი და მათ მთელი 9 წლის განმავლობაში ააშენეს 68 კილომეტრი მაგისტრალური საავტომობილო გზა და შეგახსენებთ, რომ ეს ხო ბევრად უფრო მარტივი მონაკვეთი, ვიდრე ის მონაკვეთები, რომლებზეც მუშაობა წარიმართება ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ანუ შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს ამ თვალსაზრისით. უკვე არის მთლიანობაში გახსნილი 367 კილომეტრი მაგისტრალური გზა, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 70%. რაც შეეხება დამატებით მონაკვეთებს, ძირითადად ავტომაგისტრალზე, ერთ თვეში გაიხსნება სურამის შემოვლითი გზა 6,4 კილომეტრი სიგრძე. წლის ბოლომდე გაიხსნება რიკოთის მაგისტრალის დარჩენილი 4 კილომეტრიანი მონაკვეთი და ამით წლის ბოლომდე მთლიანად დასრულდება ეგრეთ წოდებული საუკუნის პროექტის განხორციელება რიკოთის ავტომაგისტრალური გზის მონაკვეთის მშენებლობა. 2026 წლის ბოლომდე დასრულდება სამტრედიის ხიდის მშენებლობა. ასევე სამტრედია გრიგოლეთის პირველი 6 კილომეტრიანი მონაკვეთი დასრულდება დეკემბერში, ხოლო მეორე 6 კილომეტრიანი მონაკვეთი მომავალი წლის მაისში. გრიგოლეთ-ქობულეთის დარჩენილი 3 კილომეტრიანი მონაკვეთი დასრულდება წლის ბოლომდე. ანუ ეს არის ის ვადები, რომელსაც კიდევ ერთხელ გადავხედეთ და რომლის ფარგლებშიც არის შესაძლებელი ავტომაგისტრალების მშენებლობის დასრულება. ასევე დაიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები ბათუმის სარფის მონაკვეთის მშენებლობისთვის, არის საკმაოდ რთული მონაკვეთი და ეს პროექტი სათანადო ვადებში განხორციელდება. ასევე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის, ეს არის თბილისის სადახლოს მონაკვეთი და თბილისის წითელი ხიდის მონაკვეთი. წლის ბოლომდე დაიწყება მშენებლობა და დასრულდება 3 წელიწადში 2028 წელს. კახეთის მიმართულებით ასევე ინტენსიურად წარიმართება სამუშაოები, როგორც მოგეხსენებათ, გაიხსნა
თბილისის საგარეჯოს 31 კილომეტრიანი ავტომაგისტრალური გზის მონაკვეთი, ასევე ბაკურციხე-წნორის 16.5 კილომეტრიანი გზა. გრძელდება სამუშაოები საგარეჯო ბადიაურის მონაკვეთზე, ეს არის 17 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის მშენებლობა დასრულდება მაისის თვეში. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ კახეთის რეგიონი მაქსიმალურად ჭიდროდ იყოს დაკავშირებული ქვეყნის სხვა კუთხეებთან. ეს ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონის განვითარებას, ტურიზმის განვითარებას, ყველა მიმართულებით რეგიონის განვითარებას. შესაბამისად, მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში დასრულდება ეს პროექტი. ხულოს-არზმის გზა უკვე დაგებულია საფარი 35 კილომეტრზე. გზის ძირითადი ნაწილი დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე, ხოლო მეწყრული მონაკვეთები დასრულდება მომავალ წელს ივნისში არის დამარაოდები მეწყრული მონაკვეთებზეც სამუშაოების დასრულება. რუსთავის მაგისტრალი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რუსთავის მოსახლეობისთვის, არამედ დედაქალაქის მოსახლეობისთვისაც. დაიწყო უკვე მიწების გამოსყიდვის პროცესი, წელს გამოცხადდება ტენდერი და 2027 წელს დასრულდება რუსთავის მაგისტრალური გზის მშენებლობაც. რაც შეეხება ლარსის მონაკვეთს, გზას, როგორც უკვე მოგახსენებათ, გაიჭრა უნიკალური 9 კილომეტრიანი გვირაბი ქვეშეთიკობის გზაზე. წლის ბოლომდე დასრულდება ქვეშეთიგუდაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა და მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება მთლიანად ამ გზის მშენებლობა, რაც მოიცავს 25 კილომეტრს. აგვისტოში დასრულდება მესტიალენტეხის გზის მშენებლობა, მომავალ წელს დასრულდება აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა, მომავალ წლის ივნისში დასრულდება ფოთის ხიდის მშენებლობა და რაც შეეხება ანაკლიასთან დამაკავშირებელ გზას, რაც მნიშვნელოვანია თვითონ პორტის სათანადოდ ფუნქციონირებისთვისაც, ვიწყებთ ახლა მოსამზადებელ სამუშაოებს და აქაც სათანადო ვადებში განხორციელდება ეს პროექტი. გადავალთ თქვენის ნებართვით უშუალოდ ანაკლიის პორტის პროექტზე. როგორც მოგეხსენებათ, დაწყებულია სამუშაოები, ეს არის დაღრმავების და ტალღჭრელების მოწყობის სამუშაოები. პირველი ფაზა, ამ პროექტის პირველი ფაზა დასრულდება არაუგვიანეს 2029 წლისა. თუმცა ტემპების გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ ბევრად უფრო მოკლე ვადებშიც არის შესაძლებელი პირველი ფაზის დასრულება. ჯამურად პირველი ფაზის ფარგლებში შეიძლება 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია და პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პორტი მოემსახურება წელიწადში 600,000-ზე მეტ კონტეინერს. ანუ არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც აუცილებლად სათანადო ვადებში უნდა განხორციელდეს. ეს მთლიანად ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, კონკრეტულად სამეგრელოს რეგიონისთვის არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ამ პროექტის სათანადო ვადებში განხორციელება და დასრულება. რკინიგზის მიმართულებით გვაქვს ასევე მნიშვნელოვანი შედეგები. სრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რის შემდეგაც რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 27 მილიონიდან 58 მილიონ ტონამდე. ასევე დასრულდა ბაქო-თბილისის ხარისის რკინიგზის პროექტი გათვალისწინებული სამუშაოების 98.9%, ანუ თითქმის ბოლომდეა მიყვანილი ეს სამუშაოებიც. აეროპორტების ნაწილშიც დაწყებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, როგორც მოგეხსენებათ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის თაობაზე. თუ დღევანდელი აეროპორტი, მოქმედი აეროპორტი გათვლილია 4 მილიონ მგზავრზე, ახალი აეროპორტი მინიმუმ 18 მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი. მოსამზადებელი სამუშაოები არის უკვე დაწყებული, წელს დავიწყებთ პარტნიორის შერჩევის პროცედურას და მომავალ წელს უკვე გვეყოლება პარტნიორი კომპანია. 2031 წელს უკვე ჩვენ შევძლებთ აეროპორტის გადატანას ვაზიანში, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს პროექტიც ხელს შეუწყობს ზოგადად ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას და ტურიზმის განვითარებას ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ამ პროექტის დროული განხორციელება და დასრულება. ქუთაისის აეროპორტს რაც შეეხება, დღეს დაახლოებით 2 მილიონი მგზავრის გატარება შეუძლია ქუთაისის აეროპორტს და ჩვენი მიზანია 5 მილიონამდე ავწიოთ ეს მაჩვენებელი. ეს არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხორციელდება. ინვესტიციაც არის უმსხვილესი, 350 მილიონ დოლარს მოიცავს. დავიწყეთ სრულიად ახალი 3.5 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა. 11-დან 17-მდე გაიზრდება ხომალდების სადგომების რაოდენობა ქუთაისის აეროპორტში და შევძლებთ უფრო დიდი ზომის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდების მიღებას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. შესაბამისად, უნიკალურია თავის შინაარსეთის პროექტი, რომელიც ხორციელდება. წელს დაიწყება ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე მუშაობა. სრულიად ახალი ტერმინალი დაემატება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს.
რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი მთლიანად ქვეყნისთვის, მაგრამ კონკრეტულად იმერეთის რეგიონის განვითარებასაც ძალიან დადებითად აისახება ამ პროექტის განხორციელება. მთლიანობაში ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება. ეს არის ჩვენი ისტორიული ფუნქცია. საქართველოს აქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, ჩვენ ისტორიულად ერთმანეთთან ვაკავშირებდით ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და ჩვენი სურვილია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ, გამოვიყენოთ და ამას ემსახურება პირველ რიგში ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ჩამოთვალე ავტომაგისტრალების შენებლობა, რკინიგზის განვითარება, საზღვაო პორტების განვითარება, აეროპორტების მშენებლობა, რა თქმა უნდა, ყველა ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი სატრანზიტო დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას. ცალკე აღნიშნის ღირსია, რომ ორიოდე კვირის წინ ჩვენ გავხსენეთ თბილისის მშრალი პორტი, რომელიც შეიქმნა არაბული ინვესტიციით. ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას შეუწყობს ხელს. რეგიონული განვითარება არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ამ პრიორიტეტის გათვალისწინებით, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნა სრულიად ახალი სამინისტრო, რეგიონული განვითარების სამინისტრო. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რასაც ჰქონდა საუბარი ბატონ მინისტრთან, დავხვეწოთ მუნიციპალური განვითარების დაგეგმვის და შესაბამის გეგმების განხორციელების პროცესი. მეტი სისტემურობა გვჭირდება მუნიციპალურ განვითარებაში. ამისათვის უკვე გვაქვს დაწყებული მუშაობა და მომზადდება თითოეული მუნიციპალიტეტისთვის განვითარების გეგმა და ამ გეგმების მიხედვით უნდა განვითარდეს სისტემურად თითოეული მუნიციპალიტეტი, მათ შორის თითოეული მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება პროგრამებს რეგიონული განვითარების მიმართულებით, ეს პროგრამები ინტენსიურად და შეუფერხებლად ხორციელდებოდა. შეგახსენებთ ამ პროგრამების ჩამონათვალს, ეს არის რეგიონული განვითარების ფონდით გათვალისწინებული პროექტები, სოფლის ხარდაჭერის პროგრამა, მთის ფონდი, სპეციალური პროგრამა გვაქვს ასევე გამყოფი ხაზის პირას მდებარე დასახლებებისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა და ამ შემდეგ ძალიან დიდი ინვესტიციები იდება რეგიონული განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე ჩვენ გავზარდეთ არაერთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მათ შორის სტანდარტული ზრდის მიღმა გაიზარდა ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის ბიუჯეტები, სამი ქალაქის, მუნიციპალური ქალაქის ბიუჯეტი. ქუთაის, რუსთავის სტანდარტული ზრდის მიღმა დაემატა თითოეულს 40 მილიონი ლარი, ფოთს დაემატა 20 მილიონი ლარი. ჩვენ გვჭირდება ამ ქალაქების მაქსიმალურად ინტენსიურად განვითარება და რა თქმა უნდა ეს ბიუჯეტები, დამატებული ბიუჯეტები მისცემს მერებს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უზრუნველყონ შესაბამისი ქალაქების განვითარება, ურბანული განვითარება, პროექტების განხორციელება. შესაბამისად ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან განხორციელდა კონკრეტული მუნიციპალიტეტების ხარდაჭერის კუთხით. გაგრძელდა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აიზომა 810,000 მიწის ნაკვეთი და აქედან დარეგისტრირდა 553,000 მიწის ნაკვეთი. გრძელდება იუსტიციის სახლების მშენებლობა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აშენდა 6 ახალი იუსტიციის სახლი. შესაბამისად იუსტიციის სახლების რაოდენობა შეადგინა ქვეყნის მასშტაბით 125. აქაც მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა ქვეყნის მასშტაბით, 10 ჯერ არის გაზელი. როგორც ხედავთ, იუსტიციის სახლების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით ძალიან მალე იუსტიციის სახლები მოიცავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას. გარდა ამისა, წარმატებით მოქმედებს მობილური იუსტიციის სახლის პროექტი, რომელიც 153 სოფელში არის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, პრაქტიკულად მთელი ქვეყანა არის სათანადოდ დაფარული იუსტიციის სახლების მომსახურებით, დაახლოებით 500 მომსახურებას უწევენ იუსტიციის სახლები ჩვენს თანამოქალაქეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. წყალმომარაგება, როგორც მოგეხსენებათ, არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 20 ქალაქში მიმდინარეობდა ინტენსიური სამუშაოები. მთლიანობაში ქვეყნის 100-ზე მეტ დასახლებაში მიმდინარეობს 3 მილიარდ ლარზე მეტის ღირებულების პროექტები. წლის ბოლომდე 24 საათიანი სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის არეალში მყოფი 31 ქალაქი. 2026 წელს ამას დაემატება 14 ქალაქი, 2027 წელს 3 ქალაქი და საბოლოო ჯამში წყალმომარაგებით ისარგებლებს უკლებრივ ყველა ქალაქი ქვეყნის მასშტაბით.
ინტერნეტიზაცია და ციფრული ტრანსფორმაცია ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი. დასრულდა 800 კილომეტრი ფართოსოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის მშენებლობა, დასრულდა 1600 კილომეტრი ოპტიკური ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობა, რომელმაც მოიცვა 290 დასახლება და 190,000 ჩვენი თანამოქალაქე. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას და სოფლის განვითარებას, აქაც გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. აგრობიზნესის გამოშვება გაიზარდა გასულ წელს 1 მილიარდი ლარით. 2023 წლის მაჩვენებელი იყო 16,6 მილიარდი და გასული წლის მაჩვენებელი გახდა 17,6 მილიარდი. ანუ ზუსტად მილიარდიანი ზრდა გვაქვს აგრობიზნესის გამოშვების ნაწილში. რაც შეეხება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტს, ის ხორციელდება სოფლიოს 107 ქვეყანაში, ანუ გეოგრაფიული დაფარო და არეალიც მუდმივად ფართოვდება და მთლიანობაში ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 1,7 მილიარდი დოლარი, რაც არის ასევე რეკორდული მაჩვენებელი. 2023 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაიზარდა 250 მილიონ დოლარზე მეტით. მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში 180 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც არის 11%-იანი მატება 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით. გრძელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება სოფლის მეურნეობის სფეროში. ერთ-ერთი არის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, სადაც გაიცა 899 მილიონი ლარის 5218 სესხი 4578 ბენეფიციარზე. რა თქმა უნდა, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას. ასევე მნიშვნელოვანი აგროდაზღვევის პროგრამა. აქ 6176 უნიკალურ ბენეფიციარზე გაიცა 10859 პოლისი გასული წლის განმავლობაში. დანერგი მომავალი ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. პროგრამა 395 უნიკალური ბენეფიციარი დაფინანსდა 53 მილიონი ლარით, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 20 მილიონ ლარზე მეტი. ხარდაჭერა მოიცვა 2400 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღალთიან დასახლეებში გვაქვს სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა. ბიუჯეტი შეადგენდა საანგარიშო პერიოდში 9 მილიონ ლარს, გასულ წელს უფრო 9 მილიონ ლარს. მერძეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე ზრდომის პროგრამას დაეთმო 24 მილიონი ლარი. რთველი ჩადარდა შარშან წარმატებულად. ჩაბარდა 325,000 ტონა ყურძენი, რაც არის უპრეცედენტო მაჩვენებელი. 2023 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაიზარდა 25,000 ტონით. და აქაც მინდა შეგახსენოთ, როგორი იყო მონაცემები 2012 წელს. 2012 წელს სულ ჩაბარდა 52,000 ტონა ყურძენი. წელს შარშან უფრო სწორედ ეს მაჩვენებელი გაიზარდა 325,000-მდე, ანუ მევენახეობის სფეროში, მევენახეობის სფეროში გვაქვს უპრეცედენტო ზრდა გასული 12 წლის განმავლობაში. ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 276 მილიონი დოლარი, რაც არის ასევე მნიშვნელოვანი ზრდა 2023 წელთან შედარებით. მაშინდელი მაჩვენებელი იყო 259 მილიონი დოლარი. აქაც გავიხსენებ 2012 წლის მაჩვენებელს. 2012 წელს ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 65 მილიონი დოლარი. შარშან ეს იყო 276 მილიონი დოლარი. აქაც ხედავთ, რომ გვაქვს ძალიან მასშტაბური ზრდა. მთლიანობაში ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან გასულ წელს ქვეყანა მიიღო 565 მილიონი დოლარი, ანუ ექსპორტზეა საუბარი. აქაც გვაქვს 23%-იანი მატება 2023 წელთან შედარებით. მევენახეების შემოსავალმა შეადგინა 485 მილიონი ლარი. აქაც გვაქვს უპრეცედენტო მატება 2023 წელთან შედარებითაც კი. მაშინ ეს მაჩვენებელი იყო 350 მილიონი ლარი და ხედავთ როგორ გაიზარდა 485 მილიონ ლარამდე. და აქაც გავიხსენებ 2012 წლის მაჩვენებელს, მაშინ მევენახეების შემოსავალი იყო 70 მილიონი ლარი. 70 მილიონი ლარიდან გაიზარდა 2024 წელს 485 მილიონ ლარამდე. ანუ ხედავთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის პროგრამები, რომლებიც ხორციელდება სოფლის მეურნეობის სფეროში, კონკრეტულად მათ შორის მევენახეობის სფეროში, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება ამ დარგის და ზოგადად სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის მხარდაჭერა. გარემოს დაცვის სფეროში გვაქვს კონკრეტული შედეგები. ქვეყნის მასშტაბით გრძელდება საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა. ასევე უცხოელ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება პროექტი მყინვარების
შეფასება შესწავლის მიმართულებით და ჩვენ შედეგების შემოდგომაზე გვექნება, რაც მოგცემს საფრთხეების პრევენციის ეფექტიანი პრევენციის შესაძლებლობას. სხვა მიმართულებით განხორციელდა ტყის აღდგენა განაშენიანების ღონისძიებები 2120 ჰექტარ ფართობზე. ტყის აღრიცხვის სამუშაოები განხორციელდა 124,000 ჰექტარ ფართობზე, 2025-26 წლებში დაეგმილია სამუშაოები 126,000 ჰექტარზე მეტ ფართობზე. მინდა განვაცხადო, რომ უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ. ამ მიმართულებით ძალიან გააქტიურებულია მუშაობა. მე მალობა მინდა გადავხადო საქართველოს პარლამენტს, რომელიც დაგვეხმარა ნორმატიული ბაზის გამკაცრებაში. ამ მიმართულებით მაქსიმალურად კაცრი ზომები იქნება მიღებული ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მძიმე დანაშაული. ტყე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმდიდრე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანასთან. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია ტყე მაქსიმალურად შევუნახოთ მომავალ თაობებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვერავის მიცემთ იმის საშუალებას, რომ უდიერად მოეყვრას ჩვენთვის უნიშნულოვანეს სიკეთეს ტყეს ჩვენს ქვეყანაში. ზომები იქნება უმკაცრესი. ასევე გარემოსდაცვის სფეროში მინდა განვაცხადო, რომ აშენდა არასახებათა ნარჩენების ორი განთავსების ობიექტი და ნარჩენების გადამტვირთვავი ორი სადგური. 8 ქალაქში ხორციელდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი. ასევე მიღებული ზომების შედეგად 12 ლოკაციაზე ხორციელდება შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი. ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი მღონისძიებებისა, რომელიც განხორციელდა გარემოსდაცვის სფეროში. რაც შეეხება ჯანდაცვას, წარმატებით გრძელდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფუნქციონირება, რომელიც მოიცავს პრაქტიკულად მთლიანად ჩვენს მოსახლეობას და თქვენ იცით, რომ ამ პროგრამის შედეგები არის შთამბეჭდავი, მათ შორის 3 წლით გაიზარდა მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, ერთ-ერთი მთავარი, რამაც ეს შედეგი მოიტანა, არის სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ზოგადად ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროგრამები. ზოგადად მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წლის შემდეგ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები გაიზარდა 4-ჯერ და კიდევ უფრო მეტად. მანამდე ეს იყო პრაქტიკულად მიტოვებული სფერო, ადამიანებს ეს ზრუნვა არ იყო წინა ხელისუფლების პრიორიტეტი, ეს ყველა ძალიან კარგად გახსოვთ. თავისთავად უკვე სტატისტიკაც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენი ხელისუფლება ადამიანებს ეს ზრუნვას და კონკრეტულად ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას. 4-ჯერ და მეტად არის გაზრდილი დანახარჯები ჯანდაცვის სფეროში. შესაბამისად, მოსახლეობის ჟიბიდან გადახდები 2012 წლის შემდეგ შემცირდა 73%-დან 51%-მდე. აქაც ხედავთ, რომ შთამბეჭდავი განსხვავება გრძელდება ყველა წარმატებული ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება. სოფლის ამბულატორიებს დაეთმო განსაკუთრებული ყურადღება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. აშენდა და აღიჭურვა 22 სოფლის ამბულატორია. დაიწყო 12 ამბულატორიის სახელი ამბულატორიის მშენებლობა. დაგეგმილია დამატებით 4 ამბულატორიის მშენებლობა. ეს არის მიმდინარე პროცესი. 50 ამბულატორიაში განახდა აპარატურა. რაც შეეხება პენსიებს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვქონდა დაპირება 2025 წლისთვის გაგვეზარდა პენსია 35 ლარით, რაც შესრულდა და აისახა 2025 წლის ბიუჯეტში. 60 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის პენსია გახდა 350 ლარი, 60 წელს გადაცილებული პენსიონერებისათვის 450 ლარი. მაღალმთიან რეგიონებში მოქმედებს შესაბამისი დანამატი. აქაც მინდა ერთი მაჩვენებელი კიდევ ერთხელ გავიხსენო. 693,000 იყო პენსიონერების რაოდენობა საქართველოში 2012 წელს და ეს რაოდენობა არის გაზრდილი 869,000-მდე. აქაც პირდაპირ ჩანს, თუ რამხელა ეფექტი აქვს ჯანდაცვის პროგრამებს, რომლებიც ჩვენ დავნერგეთ ჩვენს ქვეყანაში. პენსიონერების რაოდენობის ზრდა 186,000-ით გაიზარდა პენსიონერების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ პირდაპირ შედეგი აქვს ჯანდაცვის პროგრამებს, სოციალურ პროგრამებს, რომლებიც ამოქმედა ჩვენს ქვეყანაში და რომელთა მასშტაბები უპრეცედენტოდ გაფართოვდა გასული წლების განმავლობაში. სალგე აღნიშნა, რომ 76 მილიონიდან 95 მილიონამდე გაიზარდა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვის ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი. გრძელდება დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა. 2024 წელს დაკმაყოფილდა 2022 ოჯახი ახალი საცხოვრებელი ფართობით და 2025 წელს უკვე გასული თვეების განმავლობაში დაკმაყოფილდა 682 ოჯახი. რაც შეეხება განათლებას და მეცნიერებას, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიუჯეტი ამ სფეროში. კონკრეტულად სკოლამდელი და ზოგადი განათლების ბიუჯეტი გაიზარდა 419 მილიონი ლარით, 2 მილიარდ 53 მილიონი ლარიდან 2 მილიარდ 462 მილიონ
ლარამდე. მათ შორის დიდწილად ეს ზრდა განაპირობა სკოლის მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა. ჩვენთვის რა თქმა უნდა ერთ-ერთი პრიორიტეტია სკოლის მასწავლებლებისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა, სოციალური პირობების გაუმჯობესება. როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის 1 ივლისიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სკოლის მასწავლებლების ხელფასები, შრომის ანაზღაურება. ასევე პროფესიული განათლების ბიუჯეტი გაიზარდა 30 მილიონი ლარით, 155-დან 175 მილიონ ლარამდე, უმაღლესი განათლების ბიუჯეტი გაიზარდა 30 მილიონი ლარით, 171 მილიონიდან 201 მილიონ ლარამდე. მეცნიერების ბიუჯეტი გაიზარდა 6,65 მილიონი ლარით, დაახლოებით 79.9 მილიონი იყო ბიუჯეტი და გაიზარდა დაახლოებით 86 მილიონ ლარამდე. ახალგაზრდული პროგრამების ბიუჯეტი გაიზარდა თითქმის 5 მილიონი ლარით, 8.19 მილიონიდან 3.8 მილიონ ლარამდე. რა თქმა უნდა, ეს ზრდა, ბიუჯეტის ზრდა უზრუნველყოფს შესაბამისი პროგრამების გაფართოებას და განათლების ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებას. საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 563 მილიონი ლარი, მთლიანობაში დაგეგმილია 885 საბავშვო ბაღის შენებლობა რეაბილიტაცია. აქედან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დასრულდა 71 საბავშვო ბაღის შენებლობა რეაბილიტაცია და ამჟამად მიმდინარეობს 253 საბავშვო ბაღის შენებლობა რეაბილიტაცია. ასევე სკოლების მიმართულებითაც გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება. დასრულდა სამუშაოები 100 სკოლაში, მიმდინარეობს 296 სკოლის შენებლობა რეაბილიტაცია და ვიწყებთ 22 ახალი სკოლის შენებლობა რეაბილიტაციას. პროფესიული სასწავლებლების მიმართულებით აშენდა 1 ახალი პროფესიოსასწავლებელი და დაიწყო 3 ახალი პროფესიოსასწავლებლის მშენებლობა. რაც შეეხება ზოგადად განათლებას, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავანონსეთ საუნივერსიტეტო რეფორმა, გვინდა ამბიციური რეფორმის გატარება ამ მიმართულებით. ამისათვის შეიქმნა შესაბამისი სახელმწიფო კომისია, რომელიც ამზადებს კონცეფცია საუნივერსიტეტო რეფორმისთვის. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მხოლოდ თუნდაც სისტემის გადაწყობის საფუძველზე მნიშვნელოვნად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. მე წინ არ გავუსწრებ მოვლენებს, უახლოეს მომავალში, დაახლოებით ერთ თვეში წარმოგიდგენ დეტალურ კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს საუნივერსიტეტო სფეროში განათლების ხარისხის ფუნდამენტურად ამაღლებას ჩვენს ქვეყანაში. ეს კონცეფცია მოიცავს მრავალ მიმართულებას, დაწყებული ინფრასტრუქტურით, დამთავრებული სასწავლო პროგრამების გადახვედით, უკეთესი პირობების შექმნით ჩვენი პროფესორ-მასწავლებლებისთვის იქნება მართლაც ამბიციური რეფორმა, რომელიც განხორციელდება მომდევნო 3 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში. მათ შორის ვფიქრობთ ახალი კამპუსების შენებლობას ქუთაისსა და თბილისში რუსთავის მიმდებარედ. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ დეტალურ კონცეფციას ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ თქვენ და წარუდგენთ საზოგადოებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების სფეროში რეფორმების განხორციელება. ამ მიმართულებით არაერთი არასწორი ნაბიჯი გადაიდგა წინა ხელისუფლების პირობებში, რასაც ჰქონდა მკაცრად იდეოლოგიური მიზნები. ძალიან მანკიერი იდეოლოგიური მიზნები. ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანაა რადიკალური ცვლილებები შევიტანოთ ამ სფეროში, მათ შორის ფუნდამენტურად უნდა გადავხედოთ ეროვნულ სასწავლო გეგმას, სასწავლო პროგრამას, სასწავლო სახელმძღვანელოებს. ამ მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდება შემდეგი წლების განმავლობაში. ჩვენ 2-3 წელიწადში უნდა გქონდეს ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება, როგორც სასკოლო განათლების, ისე უმაღლესი განათლების სფეროში და ამას უზრუნველყოფს ის გეგმები, რომლებიც ჩვენ გვაქვს დასახული. დეტალებზე, როგორც უკვე ითქვა, მოგვიანებით მეტ ინფორმაციას გაგიზიარებთ. კულტურის სფეროში გავარმაგდა კულტურის ბიუჯეტი, თითქმის გავარმაგდა 27 მილიონი ლარიდან 59 მილიონ ლარამდე გაიზარდა კულტურის სფეროს დაფინანსება. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაფინანსდა 470 სხვადასხვა პროექტი, 100 პროექტი განხორციელდა, მათ შორის 16 სხვადასხვა ქვეყანაში. ჩატარდა 194 გამოფენა, კულტურული ღონისძიება, განხორციელდა 70 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია. ზოგადად ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია ფუნდამენტურად გადაიხედოს ხედვა კულტურის განვითარების მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება ქართული კინოს აღორძინება, ქართული თეატრის აღორძინება, ჩვენ გვახსოვს აცრევლების მანძილზე როგორი იყო ვითარება ამ სფეროებში, კულტურის სხვადასხვა დარგში და დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა. ეს არ არის მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა, ზოგადად მაინც და მაინც, ასე ვთქვათ, დადებითი განვითარების ეტაპი არ უდგას
სოფლიო მასშტაბით კულტურის სხვადასხვა დარგს, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კულტურის ყველა დარგის აღორძინებაზე ვისწრებოთ, აქაც გვჭირდება ფუნდამენტური ხედვის შემუშავება და ამ თემაზეც გრძელდება, რა თქმა უნდა, აქტიური მუშაობა. ცალკე შევეხები გელათის საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც წინა შარშანდელი გამოცვლის პერიოდში არაერთი კითხვა დაისვა. ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ ვიყავით ჩასული გელათში, პირადად გავეცანი ადგილზე სამუშაოებს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა, ზომები იქნა მიღებული იმისათვის, რომ აღდგეს ძეგლი იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობამდეც იყო კონკრეტული დაზიანების მიღებამდე და ამისათვის არის კონკრეტული ზომები მიღებული, კერძოდ აშენდა დროებითი კონსტრუქცია, რომელიც მთლიანად დაიცავს ტაძარს ნებისმიერი ნალექისგან და უზრუნველყოფს ტაძრის გამოშრობას, რაც საშუალებას გვაძლევს იმისა, რომ მოხდეს როგორც უნიკალური ფრესკების კონსერვაცია, ასევე მოზაიკის კონსერვაცია. ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ ეს რეაბილიტაციის სამუშაოები ძალიან მალე დასრულდეს და გელათი მთელი თავისი ბრწყინვალებით დაუბრუნდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას. მე მინდა მადლობა გადავუხადო განსაკუთრებით საპატრიარქოს და საპატრიარქოს კონკრეტულ წარმომადგენლებს, რომლებიც არიან ჩართული ამ პროცესში, ყველა იმ ნაბიჯისთვის, რომელიც გადაიდგა ციკლის აღდგენა განახლებისთვის. სპორტის სფეროზე გადავალ. როგორც მოგეხსენებათ, სპორტი არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ამის ერთ-ერთი გამოხატულება იყო ის, რომ ჩვენ ცალკე გამოვყავით სპორტის სამინისტრო. სპორტის ბიუჯეტი გაიზარდა 2024 წელს წინა წელთან შედარებით 53 მილიონი ლარი, 255 მილიონი ლარიდან 298 მილიონი ლარამდე. ჩვენს ინვესტიციებს სპორტის სფეროში მოაქვს კონკრეტული შედეგები. ეს შედეგები არის გამოხატული კონკრეტული მონაცემებით, რომლებიც მინდა წარმოგიდგინოთ. შარშან ჩვენ გვქონდა მედლების, საერთაშორისო მედლების რეკორდული რაოდენობა 1299 საერთაშორისო მედალი აიღეს ჩვენმა სპორტსმენებმა გასული წლის განმავლობაში. თითოეულ სპორტსმენს ეკუთვნის ჩვენი განსაკუთრებული მადლობა. აქედან 451 იყო ოქროს მედალი, 413 ვერცხლი, 455 ბრინჯაოს მედალი. ასევე მე მინდა უბრალოდ შეგახსენოთ, ყველა ძალიან კარგად მოგეხსენებათ, როგორ იყო სპორტის მიღწევები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ფეხბურთელები საამაყოდ წარსდგნენ ევროპის ჩემპიონატზე და პირველად გამოვიდნენ ევროპის ჩემპიონატზე და პირველივე ჯერზე მათ შეძლეს ჯგუფური ეტაპის დაძლევა. ასევე პირველად ისტორიაში ახალგაზრდულმა ნაკრებმა დაძლია საკვალიფიკაციო ეტაპი და ასე გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. რამდენიმე წუთი დააგდათ ჯგუფური ეტაპის გავლომდე, დასანანი მარცხი იყო, თუმცა ძალიან კარგად გამოვიდნენ ჩვენი ახალგაზრდები ევროპის ჩემპიონატზე. ხელბურთელები ზედიზედ მეორედ გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, წყალბურთელები კიდევ ერთხელ გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, კალათბურთელები მორიგჯერზე გავიდნენ ევრობასკეტზე, და რა თქმა უნდა ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით ჩვენ სექტემბერში მათ გამოსვლას ევრობასკეტზე. რაგბის თემა მოიგეს რაგბი ევროპა და კიდევ ერთხელ გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩვენმა ოლიმპიელებმა მიაღწიეს უპრეცედენტო შედეგს და გუნდურ ჩათვლაში ყველაზე მაღალი ადგილი მოიპოვეს ბოლო ოლიმპიადაზე. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ოლიმპიელებს ამისათვის, მათ შორის ჩვენს ორ კოლეგას, განსაკუთრებული მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ მიღწევისთვის. ჩვენმა პარალიმპიელებმაც გაგვახარეს და მათაც პირველი მაჩვენებელი აიღეს გუნდურ ჩათვლაში ისტორიის მანძილზე, მათაც განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო. და განსაკუთრებული მადლობა ასევე ძიუდოისტებს. პირველად ისტორიაში დღეს ჩვენი ძიუდოისტების ნაკრები გუნდი არის როგორც ევროპის, ისე მსოფლიო ჩემპიონი. არის საამაყო მიღწევა და მადლობა მათ ამისათვის. არ მინდა ვინმე და რამე გამოჩნდეს, როგორც უკვე ითქვა, ჩვენმა სპორტსმენებმა მიიღეს 1299 საერთაშორისო მედალი. მთლიანობაში ქართული სპორტი გამოირჩა ძალიან დიდი წარმატებებით, რაც არის მნიშვნელოვანი არა მარტო ცალკე აღებული სპორტის განვითარებისთვის, მანამდე მქონდა საუბარი ჯანმრთელობაზე, რა თქმა უნდა, სპორტი ნიშნავს ბედჯანმრთელობას,
უფრო ჯანმრთელ მომავალთაობას, მეტ ინტერესს ბავშვებში, რომ ჩაერთონ სპორტულ აქტივობებში. ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია ის მიღწევები, რომელთაც ჩვენმა სპორტსმენებმა გაგვახარეს ამ გასული 1 წლის განმავლობაში. ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი სპორტის შემდგომ განვითარებას, ამისათვის გვაქვს კონკრეტული გეგმები. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა არის მთელი ქვეყნის მასშტაბით მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რასაც მუშაობა არის უკვე დაწყებული. საბოლოო მიზანია თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნას მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი და გვინდა რომ ეს გავაკეთოთ კომპლექსური მიდგომით, სტანდარტიზებული პროექტებით, იმისათვის რომ მაქსიმალურად ხარისხიანად განხორციელდეს ყველა პროექტი თითოეულ მუნიციპალიტეტში. ასევე გვაქვს სტადიონების განვითარების პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის საუბარია როგორც საფეხბურთო სარაგბო მოედნებზე, ასევე მცირე ზომის სტადიონებზე, ასევე საშუალო ზომის სტადიონებზე. შესაბამისი გეგმა უკვე შემუშავებულია და ამ გეგმასაც საზოგადოებას საუბრობენ თუ ახლოს მომავალში, როცა საუბარია სტადიონებზე, ეს ეხება რა თქმა უნდა როგორც ფეხბურთისთვის, ასევე რაგბისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურას. ასევე ჩვენ წარუდგენეთ საზოგადოებას ახალი ინიციატივა, ჩვენ მზად ვართ სასკოლო ინფრასტრუქტურა და ასევე არასასკოლო ინფრასტრუქტურა დაუთმოთ ინვესტორებს 20 წლიანი ვადით, საიდანაც 10 წლის განმავლობაში ინვესტორები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს. ჩვენ გვინდა რომ მაქსიმალურად წავახალისოთ ინვესტორების მიერ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. დღეს არის ძალიან დიდი მოთხოვნა განსაკუთრებით ბავშვებში სპორტის მიმართ, თუმცა ინფრასტრუქტურა ვერ პასუხობს ამ გასწრებულ მოთხოვნას. ჩვენ გვინდა რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ როგორც საჯარო ფინანსების ათვისებას, ასევე კერძო ინვესტორების მოზიდვას იმისათვის, რომ მოთხოვნას მაქსიმალურად დაეწიოს, ასე ვთქვათ, მიწოდება. ასევე მუშაობთ ახალი სტადიონის პროექტზე, რომელიც დაანონსდა გასულ წელს. ეს იქნება ახალი 70,000-იანი სტადიონი, რომელიც შეძლებს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობას, სხვა მაღალი რანგის მატჩების მასპინძლობას. ეს იქნება გათვლილი ასევე ფეხბურთზე და რაგბიზე. და გარდა ამისა, ეს იქნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, რომელიც სხვა ფუნქციებითაც იქნება დატვირთული. მათ შორის ქვეყანას არ აქვს ეგრეთ წოდებული საგამოფენო საკონვენციო ცენტრი და სტადიონი ამ ფუნქციასაც აიღებს თავის თავზე. ანუ მულტიფუნქციური იქნება თავის დატვირთვით ეს ინფრასტრუქტურა. უკვე მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე და ჩვენ ფიქრობთ, რომ მე მგონი არ იქნება არავითარი შეფერხება. სექტემბერში უკვე მშენებლობის სამუშაოები დაიწყება, ანუ საუბარია მიმდინარე წლის სექტემბერში. მანამდე, რა თქმა უნდა, საზოგადოებას წარუდგენთ პროექტს და საზოგადოების მხრიდან მოწონების შემდეგ შევუდგებით შესაბამის სამშენებლო სამუშაოებს. შევეხებით თავდაცვის სფეროს. ბუნებრივია სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე. მათ შორის ხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში. ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია სამხედროების სოციალური მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც გაგრძელდება ძალიან მნიშვნელოვანი ზომების მიღება. ინფრასტრუქტურის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. მუშაობა მიმდინარეობს 133 ობიექტის განახლება მშენებლობაზე, რაც თავდაცვითი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი. 320 მილიონი ლარის პროექტები ხორციელდება, ასევე ჯარისკალაქის მშენებლობა ხორციელდება. ეს არის მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი, რომელიც გაგმართულია ჩვენი ჯარისკაცებისთვის. რა თქმა უნდა, ქართული ჯარი არის ჩვენი განსაკუთრებული სიამაყე, ქართული ჯარი არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაგრძელდეს ზრუნვა ჯარის განვითარებაზე და თითოეული ჯარისკაცის სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. პოლიციის მიმართულებით ასევე გრძელდება შესაბამისი პროექტების განხორციელება, მათ შორის ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება. შეძენილი იქნა მაგალითად 53 ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალება პოლიციისთვის, 69 მაღალი გამავლობის ავტომანქანა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის. მიმდინარეობდა შენობების რეაბილიტაცია, ძალიან მასშტაბურია ეს ინიციატივები, რომლებიც განხორციელდა. დეტალური ინფორმაცია არის წარმოდგენილი მთავრობის ანგარიში, შესაბამისად დეტალებით არ გადაკლით. რა თქმა უნდა, აქაც ზრუნავთ პოლიციელების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. ამ შემთხვევაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო, ბუნებრივია, 1100 ბინიანი პოლიციის ქალაქის მშენებლობა. საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა, რა თქმა უნდა, ეს არის პრიორიტეტი. წელსაც უზრუნველყოფილი იქნა 10%-ით საჯარო მოხელეთა ხელფასების მატება, როგორც მოგეხსენებათ, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა საბავშვო ბაღების პერსონალისა და სახელმწიფო და სპორტული სკოლების პერსონალის ხელფასები მიმდინარე წლიდან. შევეხები საგარეო პოლიტიკის საკითხებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების
გამტკიცება და ჩვენი საერთაშორისო კავშირების გაფართოება. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები განხორციელდა არაერთ ქვეყანაში, მათ შორის მეც პირადად ჰქონდა მნიშვნელოვანი ვიზიტები, როგორც რეგიონის ქვეყნებში, ასევე შუა აზიის ქვეყნებში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, უნგრეთში შედგა რამდენიმე ვიზიტი. უნგრეთი, როგორც მოგეხსენებათ, არის ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მთავარი მხარდამჭერი ევროპული ქვეყანა. საერთაშორისო სამიტებში მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა მიმართულებით მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავაფართოვოთ ჩვენი საერთაშორისო კავშირები. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, რაც არის ჩვენთვის ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გავაკეთეთ საჯარო განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მზად ვართ უფრო მეტიც გავაკეთოთ ეს კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის. ველოდებით შემოხვედრ ნაბიჯებს, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საელჩოების მიმართულებით, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დაინიშნა საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ბოლოდროინდელი ცვლილებები საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას და იმედი გვაქვს, რომ აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებს, მოგეხსენებათ, აქ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები, არის უსამართლო მიდგომა ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, თუმცა ჩვენ ვრჩებით ბუნებრივია მსაუბრის რეჟიმში, ჩვენ მზად ვართ გადავდგათ ყველა ნაბიჯი იმისათვის, რომ ხელი შეუწყოთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. ამისათვის ქვეყანა იქნება თავიდან ბოლომდე მზად 2030 წლისთვის, თუ იქნება სამართლიანი და ჯანსაღი მიდგომა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციას ვერაფერი დაუდგება წინ. ვართ მშვიდად ვოლოდინის რეჟიმში, პრაგმატულად ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით, იმედია, რომ აქაც გადაიდგება ჯანსაღი და სამართლიანი ნაბიჯები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობას, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი ამოცანა პოლიტიკური და სავაჭრო ეკონომიკური კავშირების მაქსიმალურად გაღრმავება ჩინეთთან. ჩვენ შარშან წინ მოვაწერეთ ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს შეთანხმება კონკრეტულ შედეგებში აისახოს მომავალშიც. ამაზე აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. ნატოსთან აქტიურად თანამშრომლობთ, მათ შორის ერთობლივი წვრთნების, სხვა ღონისძიებების ფორმატში. აქტიურად მუშაობთ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, რასაც აქვს ბუნებრივია თავისი შედეგი და ბუნებრივია ვაგრძელებთ მოქმედებას ეგრეთ წოდებული პრაგმატული პოლიტიკით, რასაც რა თქმა უნდა ალტერნატივა არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის და ამ პრაგმატულმა პოლიტიკამ მოიტანა თავისი კონკრეტული შედეგები, რასაც მოგვიანებითაც შევეხები. ცალკე მინდა აღვნიშნო სამშვიდობო ინიციატივები, რომლებიც განხორციელდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. ეს იყო მაგალითად 51 ჰუმანიტარული ნდობის აღდგენის პროექტი, 16 ქართულ-აფხაზური ერთობლივი ბიზნესის ინიციატივა. ჩვენ უნკურნალეთ 1422 პაციენტს ოკუპირებული რეგიონებიდან. ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ ღონისძიებებისა, რომლებიც ხორციელდება. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხელი შეუწყოთ ნდობის აღდგენას. განახორციელებთ სამშვიდობო ინიციატივებს, ეს არის ერთ-ერთი ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. და რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, ჩვენი მართლობის სისტემის შემდგომი დახვეწა. წინა გამოსვლისას შარშან მე განვაცხადე, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება კორუფციის მაქსიმალურად შემცირება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს მაღალი მონაცემები საერთაშორისო რეიტინგებში. უსწრებთ მჭიდრო ქვეყანას, ევროკავშირის მჭიდრო ქვეყანას კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეიძლება ამით აკმაყოფილდეთ, ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, შევიდეთ სოფლიო სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. პოლიტიკური ნება არსებობს, დანარჩენი არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ამ ნების აღსრულებაზე. ყველა პირობა გვაქვს იმისათვის, რომ ეს შედეგი მივიღოთ ახლო მომავალში. ამისათვის საქართველოს მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯების გადადგა გასული წლის განმავლობაში, მიმდინარე წელს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ყველა მისი აქტის გასაჯაროებას. ყველაფერი დევს ხელის გულზე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიცნოს საქართველოს მთავრობის აქტებს, ყველაფერი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. დღემდე ეძიებიან მთავრობის აქტებს, თუმცა ვერაფერი მათთვის საინტერესო ვერ ნახეს ჩვენი კრიტიკის მოსურნეება, რატომ? იმიტომ რომ მთავრობა მუშაობს გამჭვირვალედ და მუშაობს პრინციპების შესაბამისად, რა თქმა უნდა, ასე გავაგრძელებთ მომავალშიც მუშაობას. ასევე კითხვები დაისვა, ჟურნალისტებმა მკითხეს, რატომ არ იყო გასაჯაროებული საჯარო მოსამსახურეთა დეკლარაციები. დავინტერესდი, მეორე დღესვე გაიხსნა ყველა დეკლარაცია, ჩავერიე.
დეკლარაციები გაიხსნა, აქაც ეძიებენ გარკვეულ საკითხებს, თუმცა დღემდე წარუმატებლად რაც არის ძალიან კარგი. ჩვენ უარი ვთქვით უძრავი ქონების პირდაპირ მიყიდვის პრაქტიკაზე. თავისთავად ეს პრაქტიკა შეიცავს რისკებს, მათ შორის კორუფციის რისკებს, აქედან გამომდინარე მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება და ქონების, უძრავი ქონების, მათ შორის მიწის რესურსის პირდაპირ მიყიდვის პრაქტიკა ასე ვთქვათ, დასრულდა საქართველოს მთავრობის მხრიდან. ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მხრიდან გადაიდგა. საჯარო სამსახურში კადრების ოპტიმიზაცია, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ, დავიწყეთ სახელმწიფო საწარმოები, თუმცა ეს ნაბიჯი მოიცავს, რა თქმა უნდა, სხვა სტრუქტურებსაც. მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში, ენერგეტიკის და რკინიგზის სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ უკვე მოახერხეთ 60 მილიონ ლარზე მეტის დაზგვა წლიურ ჭრილში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ 4 წლის განმავლობაში გამოგვითავისუფლდა 240 მილიონი ლარი, რომელიც კონკრეტული პროექტების განხორციელებისკენ შეიძლება მიმართოთ. და ეს არის მხოლოდ დასაწყისი, ოპტიმიზაციის რესურსის დამატებით არსებობს და რა თქმა უნდა მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა. ასევე ეს ნაბიჯი ჩვენ მოგცემს სახელმწიფო საწარმოების რეფორმის, სრულფასოვანი რეფორმის გატარების საშუალებას. აქტიურად მუშაობთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაიხვეწოს საჯარო შესყიდვების პრაქტიკა და ინფრასტრუქტურის სამუშაოების ხარჯეფექტიანობისა და ხარისხის ზედამხედველობის პრაქტიკა. ამ კუთხითაც ძალიან კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული. მათ შორის ერთ-ერთი, რაც უკვე ვახსენე ნაწილობრივ, არის პროექტების სტანდარტიზაციის პრაქტიკა, რაც გვინდა დავნერგოთ, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის მასშტაბით განსავითარებული ინფრასტრუქტურას, ეს შეიძლება იყოს მაგალითად სკოლები, საბავშვო ბაღები, მულტიფუნქციური სპორტული ცენტრები და ეს შემდეგ, გვინდა შემოვიღოთ პროექტების სტანდარტიზაციის პრაქტიკა, რაც ერთი მხრივ ხარჯებს შეამცირებს, მათ შორის პროექტირების ხარჯებს შეამცირებს, ასევე უზრუნველყოფს კორუფციის შემცირებას, რისკების დასკვებას და გაიზრდება ბუნებრივია შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების ხარისხიც. გარდა ამისა, გაძლიერდება კონტროლის სისტემა. ამისათვის იქნება უზრუნველყოფილი რამდენიმე სამსახურის კოორდინაცია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ დავუყნობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მის ანტიკორუფციულ სამსახურს, ძალიან მნიშვნელოვანი კოორდინაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. ასევე, რა თქმა უნდა, იმუშავებს აქტიურად მთავრობის ადმინისტრაცია, ჩვენ გავაძლიერეთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც მათ შორის სამსაკითხებით იქნება დაკავებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი. ყველა შესაბამისი უწყება იქნება ჩართული იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავასრულოთ კორუფციის რისკებისგან ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფო სისტემა. ასევე ნარკოტიკებთან ბრძოლა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაც ბოლო ერთ თვის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებებიდანაც მკაფიოდ გამოჩნდა. გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები, უპრეცედენტო მოცულობის ჰეროინი, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი იქნა ამოღებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. 18 მსხვილი ნარკოტიკული რეალიზატორი იქნა დაკავებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, რაღაც რამდენიმე დღის წინ. რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა ამ ქმედებებისთვის. რა თქმა უნდა, არ გავჩერდებით და მომავალში ძალიან ქმედითი ნაბიჯები იქნება გადადგმული იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ნარკოტიკების მოხმარება ჩვენს ქვეყანაში და ვიქნებით, რა თქმა უნდა, შეურიგებელი ნარკოტიკების რეალიზატორების მიმართ. ეს ყველამ ძალიან კარგად უნდა დაიმახსოვროს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც უკავშირდება ფსიქოტროპული პრეპარატების იმპორტს ჩვენს ქვეყანაში, რაც იყო ერთ-ერთი წამახალისებელი ფაქტორი ამ პრეპარატების, მედიკამენტების არადანაშნულებისამებრ გამოყენებისათვის და ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა გაახორციელდება მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულების მიერ. აქაც საზოგადოებას ჰქონდა სერიოზული კითხვის ნიშნები პრაქტიკასთან დაკავშირებით, რამდენად სწორი იყო ეს პრაქტიკა. სახელმწიფო დაასრულოს ნებისმიერ მანკიერებას სამიმართულებით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ვინმე ან არალეგალური, ან ლეგალური ფორმით განახორციელოს ნარკოტიკების რეალიზაცია ჩვენს ქვეყანაში. ეს ნაბიჯი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მთლიანობაში, რა თქმა უნდა, კითხვლის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა საქართველოს მთავრობის მხრიდან, ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის დაცვას. ყველა ძალიან კარგად გვესმის, რომ მშვიდობის და სტაბილურობის გარეშე არ არსებობს არაფერი.
აზრი არ აქვს არც ეკონომიკის განვითარებას, არც ჯანდაცვის მიმართულებაზე ზრუნვას, არც კულტურაზე, სპორტზე ზრუნვას და ამ შემდეგ მთავარი არის მშვიდობა და სტაბილურობა და საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაკეთდა ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და სტაბილურობა და იმისათვის, რომ დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ეროვნული სუვერენიტეტი. მე მინდა ამისათვის თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ მადლობა, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის ჩართულობის გარეშე და გადაწყვეტილების გარეშე ეს ყველაფერი იქნებოდა შეუძლებელი. ასევე მე მინდა ვისარგებლო შემთხვევა და კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ ბიზინა ივანიშვილს, ჩვენ საუბრობთ კონკრეტულ მიღწევებზე, მათ შორის მშვიდობის შენარჩუნებაზე, სტაბილურობის შენარჩუნებაზე, ეკონომიკის განვითარებაზე, სხვადასხვა დარგის განვითარებაზე. რა თქმა უნდა, ყველა ეს მიღწევა არის პირადად ბატონი ბიზინა ივანიშვილის დამსახურება. რომელმაც 2012 წელს რადიკალურად შეცვალა ხელისუფლების მიდგომა საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის მიმართ. ხელისუფლება გახდა მსრუნველი საკუთარი ხალხის მიმართ, ადამიანების მიმართ და ხელისუფლება გახდა მსრუნველი საკუთარი ეროვნული ინტერესების მიმართ. და ამის გამოძახილია ის შედეგები, რომლებსაც დღეს მქონდა მე საუბარი დაწყებული მშვიდობის შენარჩუნებით და დამთავრებული ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით, რომელსაც მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ბიზინა ივანიშვილს ამისათვის. ჩვენ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოვიარეთ მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდებოდა სახელმწიფო სუვერენიტეტზე და ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგზე ძალადობრივ თავდასხმას, რომელიც განხორციელდა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში. ყველას გვახსოვს ძალიან მძიმე 5 დღე, როდესაც წინასწარ შემოშავებული გეგმით კონკრეტული ძალადობრივი ჯგუფები დაუპირისპირდნენ სახელმწიფო ინტერესებს და სახელმწიფო სუვერენიტეტს და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განხორციელდა გარე ჩარევის საფუძველზე, რაც იყო სრულიად თვალნათელი და სრულიად აშკარა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავის ვერ მივცემდით სახელმწიფო სუვერენიტეტის და კონსტიტუციური წესრიგის ხელყოფის შეასრულებას და აქ მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ჩვენ სალოვან სტრუქტურებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, რომელიც ამ ძალადობრივი თავდასხმის აღკვეთაში იყო ჩართული, მადლობა მათ ამისათვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ყველა ძალოვან სტრუქტურას, რომელმაც წარმატებით უზრუნველყო ამ თავდასხმის აღკვეთა. მთავარი მადლობა ეკუთვნის, რა თქმა უნდა, ქართულ ხალხს, რომ არა ქართული ხალხი, ისი სიბრძნე, მისი მხარდაჭერა, ვერც ერთი შედეგი ვერ იქნებოდა ბუნებრივია მიღწეული. და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი იყო ქართული ხალხის ნება, რომელიც გამოვლინდა გასული წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში. ეს იყო ძალიან რთული არჩევნები, იყო ძალიან სერიოზული უხეში გარე ჩარევა, იყო ყალბი გზავნილის თავსმოხვევის ცდელობა, რომ თითქოს ეს იყო რეფერენდუმი რუსეთსა და ევროპას შორის, ასეთი გზავნილები ძალიან კარგად გახსოვთ. სინამდვილეში ეს იყო ნამდვილად რეფერენდუმი, ოღონდ სასწორზე იდგა ორი სხვადასხვა რამ. ეს იყო ომი და მშვიდობა. და საბოლოო ჯამში ქართულმა ხალხმა, სწორედ თავისი სიბრძნით მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება მშვიდობის სასარგებლოდ და სწორედ ქართული ხალხის დამსახურება პირველ რიგში ის, რომ ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს მშვიდობა და ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ განვითარებას. კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა ქართულ ხალხს ამისათვის. ასევე მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს ზედა ეკლესიას, მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში, წლების და საუკუნეების განმავლობაში დგას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და ყოველ ჯერზე, მათ შორის რთულ მომენტებში ეს ძალიან მკაფიოდ გამოვლინდა. დიდი მადლობა ჩვენს ზედა ეკლესიას და უწმიდესად უნეტარეს სილიან მეორეს ამისათვის. ასევე მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხს. გარედან მუდმივი რყევის ფონზე ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული და მათ გადაწყვიტეს ეძალადათ სახელმწიფოს. მათ შორის ამის გამოვლინება იყო ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებიც, რატომღაც ძალიან ბევრი სუბიექტი იყო დიდგულზე ჩვენს სახელმწიფოსთან. ჩვენ ხედავდით ცდილობებს იმისა, რომ გარედან დაესუსტებინათ სახელმწიფო ინსტიტუტები, ფარული დაფინანსებით გაეკეთებინათ ეს ყველაფერი. გარე ფარული დაფინანსების ცდილობდნენ, მაგალითად შეერყია ჩვენი
ეკლესიის რეპუტაცია, აფინანსებდნენ LGBT პროპაგანდას, პოლიტიკურ აქციებს და შემდეგ. ეს ყველაფერი ხდებოდა ფარულად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისგან ფარულად. რატომღაც გადაწყვეტეს, რომ ეს ყველაფერი გავიდოდა და ეს ყველაფერი იქნებოდა შეასრულებელი. თქვენ გახსოვთ ასევე მაგალითად პირდაპირ უხეში ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში. არაერთი ჩარევა, მაგრამ მინდა გაგახსენოთ ერთი კონკრეტული ფაქტი, როდესაც ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის კონკრეტული მოსამართლე დაიბარა ერთ-ერთი საელჩოს წარმომადგენელმა და მოთხოვა ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. პირდაპირ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, დაარღვია ვენის კონვენცია, დაარღვია და ფეხქვეშ გათელა ყველა პრინციპი, სამართლის და დიპლომატიური ურთიერთობების ყველა პრინციპი. ამის შემდეგ თქვენ ისიც გახსოვთ, რომ ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომაც გამოიტანა გადაწყვეტილება და მან თავიდან ბოლომდე სამართლიანად ცნო ქართველი მოსამართლის გადაწყვეტილება, თუმცა ბოდიშიც არავის მოუხდია. ვიღაცამ ჩათვალა, რომ შეიძლება ასე მოეპყრას ქართულ სახელმწიფოს. ჩათვალეს, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული და ასე უდირად ეყრობოდნენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას და კონკრეტულად მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. ვიღაცამ ჩათვალა, რომ უცხოელს შეეძლო გარედან დაეწერა ჩვენთვის კანონები. და მე მახსოვს, სულ რაღაც 2-3 წლის წინ, როგორ ისხდნენ უცხოელები, მათ შორის დიპლომატები, რომლებსაც არ ვითარი შეხება არ შეიძლება ჰქონდეთ კანონმდებლობასთან და კანონშემოქმედებასთან, პირდაპირ მაგიდის გარშემო ისხდნენ და ჩვენთან ერთად და ხშირად ჩვენი გვერდისავლის წერდნენ ხოლმე კანონებს და თავს გვახვევდნენ კანონებს. ვიღაცამ ჩათვალა, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული და შეიძლებოდა ასე მოქცეოდნენ ქართულ სახელმწიფოს. ასევე მე მახსოვს, როგორ კარნახობდნენ გარედან, ვინ უნდა დარჩენილიყო, მაგალითად ჩინეთის განსაკუთრებულ მინისტრად და ვინ არა. ასეთი ფაქტებიც იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ჩათვალეს, რომ სახელმწიფო დაასუსტეს და ასე უხეშად შეიძლებოდა მოქცეოდნენ. ჩათვალეს, რომ შეიძლებოდა შეურაცხყოფა მიეყენებინათ პოლიციელისთვის, ხელი გაერტყათ პოლიციელისთვის და ეს უნდა ყოფილიყო მისაღები მოვლენა. რატომღაც ასე ჩათვალეს, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული და მას არ იქნებოდა ამაზე რეაგირების შეასრულება. ჩათვალეს, რომ ვიღაცას შეიძლებოდა არ ეღიარებინა საპარლამენტო არჩევნების შედეგები, პარლამენტი არ შემოსულიყო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და ამის საფუძველზე ჩვენ უნდა დაგვიწყო მოლაპარაკებები და ხელი უნდა მოგვეწერა თავსმოხეულ ანტიკონსტიტუციურ შეთანხმებაზე. ჩათვალეს, რომ დასუსტებული იყო სახელმწიფო და ასე შეიძლებოდა მოქცეოდნენ ჩვენს სახელმწიფოს. ასევე ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ როდესაც იყო ასაშენებელი მაგალითად ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგური, ვიღაცები შეიძლება გამოსულიყვნენ და არ დაეშვათ ეს ყველაფერი. ჩათვალეს, რომ სახელმწიფო არ იყო საკმარისად ძლიერი ამისათვის. ვიღაცამ ჩათვალა, რომ შეეძლო ფული მოეპარა. ჩათვალა, რომ არ იყო სახელმწიფო საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ ამაზე რეაგირება მოეხდინა. ვიღაც ნარკოტიკს გიყიდა და ახალგაზრდებს სამლავდა და შემდეგ. ეს ჩამონათვალი არის საკმაოდ ვრცელი. ვიღაცებმა, არასწორმა ადამიანებმა, უცხოელებმა, ქართველებმა მიიჩნიეს, რომ გარერყევების საფუძველზე ქვეყანა სახელმწიფო იყო დასუსტებული და სახელმწიფოს შეიძლებოდა დაპირისპირებოდნენ. ჩვენ დღეს გვაქვს სრულიად ახალი რეალობა. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებთ თვითნებობას და ძალადობას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არც ქვეყნის გარედან და არც ქვეყნის შიგნიდან. მათ შორის კორუფციის მიმართ ვიქნებით სრულიად შეურიგებლები. ეს არის მათ შორის ახალი გუნდის შერჩევის თავარი კრიტერიუმი საქართველოს მთავრობაში, კეთილსინდისიერება არის თავარი. ზოგადად, როდესაც საუბარია საკადრო გადაწყვეტილებებზე, ორ ძირითად კრიტერიუმს ენიჭება ხოლმე უპირატესობა, ეს არის კეთილსინდისიერება და საქმის ოდნა, პროფესიონალიზმი. თუმცა კეთილსინდისიერება მე ვიტყოდი მაინც არის უმთავრესი პრიორიტეტი, გამომდინარე იქიდან, რომ პროფესიონალიზმი შეიძლება ისწავლო, მაგრამ თუ კეთილსინდისიერად არ უდგების საქმეს, პროფესიონალის არ აქვს არავითარი ფასი. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კეთილსინდისიერებაზე, სამთავრობო გუნდის საქმიანობის კეთილსინდისიერებაზე და ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ გვექნება ძალიან დიდი მიღწევები ამ მიმართულებით. ასევე ნარკოტიკული დანაშაულის მიმართ, როგორც თქვა, ვიქნებით აბსოლუტურად შეურიგებელი, ჩვენ ვერავის მივცემთ ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის ჩვენი ახალგაზრდების მოწამვლის საშუალებას. მათ შორის ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ გარეთ დაფინანსებით გაუმჭირვალედ დააფინანსონ პრონარკოტიკული კამპანიები ჩვენს ქვეყანაში. წაახალისონ მარიხუანის, კლუბური ნარკოტიკების და სხვა მსგავსი საშუალებების მოხმარება.
და მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ თქვენ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებისთვის და გრანტების შესახებ კანონის მიღებისთვის. აი სწორედ ასეთი ქმედებების წინააღმდეგ არის მიმართული ეს კანონმდებლობა. ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ გარე დაფინანსებით საზოგადოებისგან მალულად ასეთი მანკიერება შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ზოგადად არ დავუშვებთ თვითნებობას სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენ დაუპირისპირდებით სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუტების, ჩვენი დედა ეკლესიის დაკნინების ნებისმიერ მცდელობას, ამას ხედავთ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში და ესეც ხდებოდა გარე დაფინანსებით, საზოგადოებისგან ფარული დაფინანსებით, მთელი ამ წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუშვებდით და არ დაუშვებთ არც მომავალში. ჩვენ დაუპირისპირდებით ძალიან მკაცრად სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელყოფის, სახელმწიფოს იდენტობის შერყევის და ყალბი ფასეულობების თავსმოხვევის აბსოლუტურად ყველა მცდელობას. ჩვენ გვაქვს საამაყო ქვეყანა და ძალიან ღირსეული სახელმწიფო. ჩვენი ქვეყანა ითვლის 3000 წელს და ჩვენი სახელმწიფოებრობა ფარდამასიდან მოყოლებული ითვლის 23 საუკუნეს და ჩვენი ეს სახელმწიფოებრობა, ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დღემდე მოიტანეს ჩვენმა გმირმა წინაპრებმა, მათ შორის 90-იანი წლების ომების გმირებმა, 2008 წლის ომის გმირებმა და ჩვენ გვაქვს ძალიან გოგირდული პასუხისმგებლობა ჩვენი გმირების წინაშე, ჩვენი წინაპრების წინაშე, ჩვენი ქვეყნის წინაშე და ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ მტკიცედ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. და რა თქმა უნდა, აქეთკენ იქნება მიმართული საქართველოს მთავრობის საქმიანობა მომავალშიც. და დასასრულს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ოცნება, ორი მთავარი ქართული ოცნება. ეს არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის საბოლოო დაძლევა და როგორც უკვე ითქვა, ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ ამ მიმართულებით და ჩვენ საშუალოდ იმ პერსპექტივაში გვექნება მიზნის სრულად მიღწევის საშუალება და მეორე ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც არის ჩვენი ეროვნული ოცნება. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ითქმება საქართველოს მთავრობის მხრიდან საბოლოო ჯამში ამ ორი ქართული ოცნების ასრულებისკენ არის მიმართული. მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევით, ჩვენი გუნდური მუშაობით ყველა ეს მიზანი იქნება საბოლოოდ მიღწეული ჩვენი ქვეყნისთვის, გაგრძელება ჩვენი ქვეყნის სისხლო და განვითარება. დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყურადღებისთვის, ჩვენს ქვეყანას გაუმარჯოს. დიდი მადლობა.